გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ეროვნული სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის რიგით მეორე განხილვა გაიმართა. აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. საჯარო განხილვის შემდეგ თითოეულ დაინტერესებულ მხარეს მიეცა საშუალება წარადგინა თავისი შენიშვნები და მოსაზრებები დოკუმენტის სრულყოფისა და დახვეწის მიზნით. შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, ეროვნული სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ. დოკუმენტში განსაზღვრულია პოლიტიკის ძირითადი მიზანი, პრიორიტეტული მიმართულებები, არსებული პრობლემები და გარკვეული ღონისძიებები, რაც უნდა განხორციელდეს ამ მიმართულებაში, უბრალოდ სატყეო სექტორში მდგომარეობის გამოსწორების მიზნით. დოკუმენტიც უფრო და უფრო დაიხვეწა სტილისტურათაც, შინაარსობრივათაც, რაც მთავარია, მასში რეალურად მის შემუშავების პროცესში რეალურად არის ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე, ეს პროცესი გრძელდება, მათ ეძლევათ საშუალება, რომ კიდევ გამოთქვან თავიანთი შენიშვნები და ჩვენ მივესალმებით იმას, რომ საქართველოს ახლო მომავალში მართლაც ექნება სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი.